გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს არხზე, სადაც ლიტერატურის ყველაზე რთული და დაუვიწყარი პერსონაჟების შინაგან სამყაროს ვეცნობით. დღეს ჩვენ განვიხილავთ წიგნს, რომელიც არის ბოღმითა და სიძულვილით ნაკარნახევი, ფილოსოფიური მანიფესტი. ჩვენ შევდივართ ფიოდორ დოსტოევსკის 1864 წლის შედევრის, იატაკქვეშეთის ჩანაწერების, ბნელ, კლაუსტროფობიულ სამყაროში. ეს ნოველა არის მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც ნასროლია თავისი დროის ოპტიმისტური, რაციონალისტური ფილოსოფიების წინააღმდეგ და ის თანამედროვე აზროვნების, მათ შორის ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი საძირკვლის ჩამყრელი ნაწარმოებია. ეს არის მოგზაურობა ადამიანის გონებაში, რომელიც ბრწყინვალეა, საცოდავი, სასტიკი და ამავდროულად ღრმად ადამიანური. ასე რომ თუ მზად ხართ, შეხვდეთ ლიტერატურის ერთ-ერთ პირველ და უდიდეს ანტიგმირს, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ღილაკს. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ რთულ, მაგრამ ძალიან საინტერესო წიგნზე და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა უფრო სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ლიტერატურული შედევრები. ახლა კი მოდით, იატაკქვეშეთში ჩავიდეთ. წიგნი ორ მკაფიო ნაწილად იყოფა და მათი ურთიერთკავშირის გაგება გადამწყვეტია. პირველი ნაწილი, სახელწოდებით იატაკქვეშეთი, არის პირდაპირი მიმართო ჰიპოთეტური აუდიტორიისადმი. ეს არის ფილოსოფიური მონოლოგი, ჩანაწერების სერია, რომელიც დაწერილია ჩვენი გმირის მიერ, ადამიანის, რომელმაც საზოგადოებისგან განდგომა და საკუთარ თავზე დაწესებულ გადასახლებაში ცხოვრება არჩია. მეორე ნაწილი, სახელწოდებით თოვლჭყაპის გამო, მოგვითხრობს წარსულში მომხდარ ამბებს, რომლებიც პირველ ნაწილში გადმოცემული იდეების კონკრეტულ, დამამცირებელ მაგალითებს წარმოადგენს. ამბის გასაგებად, პირველ რიგში უნდა გავიცნოთ თავად ეს ადამიანი და მისი ფილოსოფია. მაშ, ვინ არის იატაკქვეშელი ადამიანი? ის მე-19 საუკუნის სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ყოფილი დაბალი რანგის მოხელია. ის 40 წლისაა, ინტელექტუალი, ნაკითხი და მეტისმეტად მძაფრად აღიქვამს საკუთარ თავსა და მის გარშემო არსებულ სამყაროს. მცირე მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, მან სამსახურიდან წამოსვლა და თავის უბადრუგ, ჭუჭყიან ბინაში, თავის იატაკქვეშეთში განმარტოება გადაწყვიტა. ეს იატაკქვეშეთი ერთდროულად ფიზიკური ადგილიცაა და ფსიქიკური მდგომარეობაც. ეს არის იზოლაციის, უმოქმედობისა და მწვავე ინტელექტუალური დუღილის სივრცე. ის ღრმა წინააღმდეგობებით სავსე ადამიანია. მას ყველას სულს, მაგრამ ამავდროულად მათგან აღიარებას ესწრაფვის. თვლის, რომ ყველაზე ჭკვიანია, მაგრამ თავის ინტელექტს უბედურების წყაროდ მიიჩნევს. გაუბედაობა პარალიზებულს ხდის, მაგრამ ამავე დროს ბრაზობს ბუნების კანონებზე, რომლებიც მის არსებობას განსაზღვრავს. წიგნის პირველი ნაწილი მისი ბოღმის დიადი მანიფესტია. ის გვეუბნება, რომ ავადმყოფი, ბოროტი და უსიამოვნო კაცია. ამტკიცებს, რომ ღვიძლი აწუხებს, მაგრამ ექიმებთან მისვლაზე უარს ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ ჯიბრის გამო. ეს წარმოადგენს მის ხასიათს. ის მზად არის იტანჯოს, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ სხვების რჩევისა და რაციონალურობის წინააღმდეგ საკუთარ ნებას გამოავლენს. მისი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ განსაკუთრებით გამძაფრებული ცნობიერება, როგორც მას აქვს, დაავადებაა. ის ორი ტიპის ადამიანს განასხვავებს. პირველი ეს არის მოქმედების კაცი. ეს კაცი უბრალოა, პირდაპირ და შესაძლოა ცოტა სულელიც. როდესაც პრობლემას და უსამართლობას აწყდება, ის ხედავს ნათელ გზას და უყოყმანოდ მოქმედებს. ის იღებს ბუნების კანონებს, რასაც იატაკქვეშელი ადამიანი როგორც რეალობის ქვის კედელს უწოდებს. მოქმედების კაცისთვის 2x2 უდრის 4-ს და ის ამას უსიტყვოდ იღებს და თავის ცხოვრებას ასეთ უტყუარ ჭეშმარიტებაზე აგებს. შემდეგ მოდის მძაფრად ცნობიერი კაცი, როგორც თავად არის. ეს ადამიანი, მე-19 საუკუნის კაცი, დაწყევლილია ინტელექტით. ის ხედავს არაერთ ნათელ გზას, არამედ ათასობით შესაძლებლობას. ის ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ფიქრობს, ესმის ყველა ნიუანსი, ყველა პირველ მიზეზი და მისი მდგომარეობის ყველა დამამცირებელი წინააღმდეგობა. ეს ჰიპერცნობიერება მას პარალიზებულს ხდის. მას არ შეუძლია მოქმედება, რადგან ყველა შესაძლო მოქმედებაში ხედავს ამოვებას და აბსურდულობას. სანამ უბრალო კაცი მოქმედებს, ინტელექტუალი საკუთარ ინერციაში იხარშება და უცნაურ ეგოისტურ სიამოვნებას პოულობს საკუთარ უმოქმედობას და უბედურებაში. მას არ შეუძლია მიიღოს ქვის კედელი, რომლის მიხედვითაც 2x2 4-ია. მისი ცნობიერება ამბოხდა ასეთი მარტივი, დეტერმინისტული ლოგიკის წინააღმდეგ. რაციონალურობის წინააღმდეგ ეს ამბოხი იატაკქვეშელი ადამიანის ფილოსოფიის გულშია. დოსტოევსკიმ ეს წიგნი დაწერა,
როგორც პირდაპირი პასუხი იმ დროისთვის რუსეთში გავრცელებულ პოპულარულ დასავლურ იდეებზე, კერძოდ რაციონალური ეგოიზმისა და утопიური სოციალიზმის ფილოსოფიაზე, რომელიც ცნობილად არის ასახული ნიკოლაი ჩერნიშევსკის რომანში „რა ვაკეთოთ“. ეს ფილოსოფიები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანები ფუნდამენტურად რაციონალური არსებები არიან. თუ კი ადამიანს დაანახებ, სად არის მისი საუკეთესო ინტერესი, ის ბუნებრივად კეთილგონივრულად იმოქმედებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მეცნიერებას და ლოგიკას შეეძლო კაცობრიობის სრულყოფა. მათ შეეძლოთ აეშენებინათ საზოგადოება ისეთი სრულყოფილი, ისეთი რაციონალური, ბროლის სასახლე, როგორც ამას დოსტოევსკი უწოდებს, რომ ყველა ადამიანური პრობლემა, როგორიცაა დანაშაული, სიღარიბე და ტანჯვა, გაქრებოდა. იატაკქვეშელი ადამიანი ამ სრულყოფილი, რაციონალური утоპიის იდეას უარყოფს და მას ზიზღით დასცინის. ის ამტკიცებს, რომ ერთადერთი რამ, რაც ამ утоპისტმა დამგეგმავებმა ვერ გათვალეს, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური სურვილი, თავისუფალი ნება. ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ ადამიანი არ არის პიანინოს კლავიში. ის არ არის რაციონალური მოქმედი პირი, რომელიც ყოველთვის აერჩევს იმას, რაც მისთვის ხელსაყრელია. პირიქით, იატაკქვეშელი ადამიანი ამტკიცებს, რომ ადამიანს ადამიანად აქცევს მისი საკუთარი, დამოუკიდებელი ნება, მისი ახირება, მისი არჩევანის თავისუფლება, თუნდაც ეს არჩევანი ირაციონალური, თვითგანადგურებისკენ მიმართული იყოს და ყველა მის საუკეთესო ინტერესს ეწინააღმდეგებოდეს. ის ამტკიცებს, რომ ადამიანი თუნდაც ბროლის სასახლეში მოიწყენდა, ხოლო უმადურობისა და იმის დასამტკიცებლად, რომ ის ადამიანია და არა მანქანა, ის დაამსხვრევდა სრულყოფილებას, შექმნიდა ქაოსს და კვლავ შემოიტანდა ტანჯვას სამყაროში. ხოლო იმისთვის, რომ საკუთარი ინდივიდუალურობა გამოეხატა. ის ამას გააკეთებდა, რადგან ამის გაკეთების თავისუფლება აქვს. ამიტომ არის ტანჯვა ასეთი მნიშვნელოვანი იატაკქვეშელი ადამიანისთვის. ტანჯვა ცნობიერების ერთადერთი საწყისია. სრულყოფილ სამყაროში ტანჯვის გარეშე არ იარსებებდა ეჭვი და შესაბამისად არც ცნობიერება. ეს მას თავის ყველაზე ცნობილ და რადიკალურ ფორმულირებამდე მიიყვანს. 2x2 უდრის 5-ის იდეამდე. ლოგიკის ქვის კედელი ამბობს, რომ 2+2 აუცილებლად 4 უნდა იყოს. ეს ბუნების კანონია, უტყუარი ჭეშმარიტება, მაგრამ იატაკქვეშელი ადამიანი აცხადებს, რომ 2x2 4-ია შესანიშნავი რამაა, მაგრამ 2x2 5-ია უფრო მომხიბვლელია. ის გულისხმობს, რომ უფრთხილდება თავის თავისუფლებას, სურდეს რაღაც უაზრო, ალოგიკური და შეუძლებელი. იმის შეძლება, რომ შეგნებულად აირჩიო 2x2 5-ის რწმენა, თავისუფალი ნების საბოლოო გამოხატულებაა. ეს არის გამომწვევი ყვირილი გონების ტირანიისა და ბუნების დეტერმინისტული კანონების წინააღმდეგ. მას ურჩევნია ჰქონდეს თავისუფლება, იყოს არასწორი, ირაციონალური და იტანჯოს, ვიდრე იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და რაციონალური ჭანჭიკი სრულყოფილ მანქანაში. ეს უნებიანი, პარადოქსული და ღრმად ფსიქოლოგიური არგუმენტი ასრულებს ნოველის პირველ ნაწილს. მეორე ნაწილში, თოვლჭყაპის გამო, იატაკქვეშელი ადამიანი წარმოგვიდგენს თავისი წარსულიდან ამბებს. ეს ისტორიები არის დამამცირებელი კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც განხორციელებაა იმ ფილოსოფიის, რომელიც მან ახლახან გადმოგვცა. ისინი აჩვენებენ მის თეორიებს მოქმედებაში და შედეგი სავალალო და ტრაგიკულია. პირველი ამბავი, რომელსაც ის იხსენებს, არის ინციდენტი ოფიცერთან. ერთ ღამეს ტავერნაში ის გზაზე იდგა და მაღალმა, შთამბეჭდავმა ოფიცერმა უცერემონიოდ აიყვანა და გვერდზე გადასვა. ისე რომ თითქოს ვერც კი შეამჩნია. იატაკქვეშელი ადამიანისთვის ეს დიდი დამცირებაა. ის სრულიად შეპყრობილი ხდება ამით, უთვალთვალებს ოფიცერს, სწავლობს მის ჩვევებს და წლების განმავლობაში ფანტაზიორობს შურისძიებაზე. მისი შურისძიების იდეა არ არის ოფიცრის დუელში გამოწვევა, არამედ უბრალოდ ქუჩაში მხრით შეჯახება, როგორც თანასწორის, ისე რომ გზა არ დაუთმოს. ეს აბსურდული მიზანი მას მთლიანად იპყრობს. ის ამას ზედმიწევნით გეგმავს, ძვირადღირებულ პალტოსაც კი ყიდულობს თახვის საყელოთი, რადგან სჯერა, რომ შურს ვერ იძიებს თუ უბადრუკად ჩაცმული იქნება. ის წერს მოთხრობას, რომელშიც თავად გმირია და ოფიცერი დამარცხებული. საბოლოო წლების დაგეგმისა და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სადაც ბოლო წამს სიმამაცე ღალატობს, ის თავის შანსს ხედავს, თვალებს ხუჭავს და პირდაპირ ეჯახება ოფიცერს. შურისძიება წარმატებულია. მაგრამ ოფიცერი არ რეაგირებს, თითქოს ამ მოვლენას ვერც კი ამჩნევს. იატაკქვეშელი ადამიანისთვის ეს გაუბედავი, შეუმჩნეველი შეჯახება ტრიუმფის მიზეზია. ის გრძნობს, რომ თავისი ღირსება დაიცვა. ეს ამბავი შესანიშნავად ასახავს ჰიპერცნობიერი ადამიანის პარალიზებას. ის წლებს ხარჯავს უმნიშვნელო მოვლენაზე და აშკარად ჩანს უზარმაზარი უფსკრული მის მდიდარ, გმირულ შინაგან სამყაროსა და მის საცოდავ, რეალურ ქმედებებს შორის.
მეორე ამბავი ეხება ვახშამს, ძველი სკოლის ნაცნობებთან. იატაკქვეშელ ადამიანს ყოველთვის სძულდა ეს კაცები, განსაკუთრებით წარმატებული და თვითკმაყოფილი ზვერკოვი. თუმცა, როდესაც გაიგებს, რომ ზვერკოვისთვის გამოსამშვიდობებელ ვახშამს გეგმავენ, მას სასოწარკვეთილი სურვილი იპყრობს, რომ ის მიიწვიონ. ის ფაქტობრივად ძალით დაიპატიჟებს თავს. ადრე მიდის, 3 საათის განმავლობაში ბოლთას სცემს და როდესაც სხვები მოდიან, მაშინვე თავს ულელურ მდგომარეობაში იგდებს. ცდილობს საუბარში დომინირებას, თავისი ინტელექტის წარმოჩენას, მაგრამ მას უგულებელ ყოფენ და დასცინიან. ის ბევრს სვამს, ყველა შეურაცხყოფს და დუელში იწვევს. ისინი მას ყურადღებას არ აქცევენ და მის გარეშე საროსკიპოში მიდიან. დამცირებული და გაბოროტებული, იატაკქვეშელი ადამიანი ფულს ესხულობს და მათ უკან მიჰყვება. მისი მიზანი თავისთვისაც კი გაურკვეველია. მას სურს დაპირისპირების გაგრძელება. შესაძლოა ზვერკოვისთვის სილის გაწვნა, თავისი ღირსების აღდგენა, მაგრამ სანამ ის მივა, მისი ნაცნობები უკვე წასულები არიან. ის რჩება მარტო, შეურაცხყოფილი და განრისხებული საროსკიპოს მისაღებში. ეს ეპიზოდი მისი სოციალური შფოთვის, ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების გრძნობისა და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილების მტკივნეული პორტრეტია. სწორედ აქ იწყება ბოლო და მეტად გამანადგურებელი ამბავი. მისი შეხვედრა ახალგაზრდა მეძავთან, სახელად ლიზასთან. როდესაც ლიზას ოთახში შეამჩნევს, იატაკქვეშელი ადამიანი გადაწყვეტს, მასზე თავისი ძალაუფლება გამოიყენოს. ის დამცირებულად გრძნობს თავს, ამიტომაც სჭირდება ვინმეს დამცირება. ის იწყებს გრძელ, მორალისტურ ქადაგებას მისთვის. ის უხატავს მისი მომავლის პირქუშ სურათს, ავადმყოფობას, გახწნასა და უსიყვარულო სიკვდილს ნესტიან სარდაფში. შემდეგ ამას უპირისპირებს რომანტიკული სიყვარულისა და ბედნიერი ოჯახური ცხოვრების ლამაზ, სენტიმენტალურ სურათს. ის დიდი ვნებითა და მჭერმეტყველებით საუბრობს, მაგრამ არ არის გულწრფელი. ის ლიტერატურულ თამაშს თამაშობს. ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს მასზე და საკუთარ თავზე თავისი ინტელექტუალური და მორალური უპირატესობით. თუმცა რაღაც მოულოდნელი ხდება. ის საკუთარი სიტყვებით ერთობა და იწყებს იმ ემოციების განცდას, რომლებზეც თამაშობს. უფრო გასაკვირი ის არის, რომ მის სიტყვებს ღრმა გავლენა აქვს ლიზაზე. ის არ არის ცინიკური და გულგრილი. ის ახალგაზრდა და უცველი ქალია და მისი სიტყვები მას ცრემლს მოჰკვრის. ის უჩვენებს მას სასიყვარულო წერილს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტისგან, ნიშნად იმისა, რომ ჯერ კიდევ აქვს უკეთესი ცხოვრების იმედი. თვითკმაყოფილების გამო, იატაკქვეშელი ადამიანი ლიზას თავის მისამართს აძლევს და ეპატიჟება, მაგრამ ერთი წუთითაც არ სჯერა, რომ ის ნამდვილად მოვა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ის მოდის. მისი მოსვლა ყველაზე ცუდ მომენტს დაემთხვა. ის მას უბადრუგ ბინაში პოულობს. თავის მოხუც მსახურ აპოლონთან გადაუხდელი ხელფასის გამო პათეტიკური, ყვირილით სავსე კამათის შუაგულში. მისი დიადი, ინტელექტუალური პერსონა მყისიერად იმსხვრევა. ლიზა მას ხედავს არა როგორც ბრძენ ხსნელს, არამედ როგორც ღარიბ, სასაცილო და ისტერიკულ კაცს, როგორიც ის სინამდვილეშია. ის სრულიად დამცირებულია. ტყდება და ლიზას წინააღმდეგ გააფთრებულ ტირადას იწყებს. ყველაფერს აღიარებს. ეუბნება, რომ უბრალოდ თამაშობდა, რომ მანამდე დაამცირეს და ჯავრის ამოყრა სურდა ვინმეზე. უყვირის, რომ მხოლოდ ძალაუფლება სურდა, მასზე დომინირება და რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ფარულად დასცინოდა. ის ცდილობს აუნოს მას, გააგდოს, რათა სისასტიკის მეშვეობით სიტუაციაზე კონტროლი დაიბრუნოს. მაგრამ ლიზა რაღაც არაჩვეულებრივს აკეთებს. იმის ნაცვლად, რომ გაბრაზდეს ან შეურაცხყოფილი დარჩეს, ის მას თანაუგზნობს. ის ხედავს ღრმა უბედურებას და საკუთარი თავის სიძულვილს მისი სასტიკი სიტყვების მიღმა. ის ხვდება, რომ ის ისეთივე უბედური და გატეხილია, როგორიც თავად. ძირეული და ნამდვილი ადამიანური თანაგზნობის მომენტში ის ხელს გაუწვდის და ეხება მას. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც იატაკქვეშელი ადამიანი ვერ უმკლავდება. მას სურს კავშირი, მაგრამ ამის პანიკურად ეშინია. მას არ შეუძლია მიიღოს მისი სიბრალული, რადგან მისი სიბრალული ადასტურებს მის საცდავ მდგომარეობას. მისი გულწრფელი თანაგზნობა არის საჩუქარი, რომლის მიღებაც მას არ შეუძლია. ეს მას ნებისმიერ შეურაცხყოფაზე მეტად ამცირებს, ამიტომ მან უნდა გაანადგუროს ის. ის ჩადის სასტიკ უკიდურეს აქტს. მას შემდეგ, რაც მათ ინტიმური ურთიერთობა ექნებათ, ის თავის ძალაუფლებას ყველაზე ცინიკური გზით ამტკიცებს. ის ხუთრუბლიან კუპიურას უდებს ხელში, რითაც უხდის მომსახურებისთვის და განზრახ ხამცირებს მათი კავშირის მომენტს უხეშ კომერციულ გარიგებამდე. ის აიძულებს მას დაუბრუნდეს სწორედ იმ როლს, რომლისგანაც თვითონ მის დახსნას ცდილობდა. ლიზა ყველაფერს ხვდება. ის უსიტყვოდ ტოვებს ოთახს, მაგრამ წასვლამდე ხუთრუბლიან კუპიურას მაგიდაზე ტოვებს. ის უარს ამბობს მის ბოლო, განწირულ მცდელობაზე დაეუფლოს მას. იატაკქვეშელი ადამიანი ისტერიის შემდეგ
ქუჩაში გამოდის, რათა დაედევნოს გოგონას, მაგრამ ის უკვე წასულია. ის რჩება სრულიად, აბსოლუტურად მარტო, დამარცხებული საკუთარი ჯიბრიანი, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი ბუნებით. მას ჰქონდა შანსი ნამდვილი ადამიანური კავშირის დამყარების, მაგრამ მან ეს განზრახ და სასტიკად გაანადგურა. მან ეს იცის და ეს მოგონება მას მთელი დარჩენილი ცხოვრება ტანჯავს. ნოველის დასასრულს იატაკქვეშელი ადამიანი გვეუბნება, რომ მას კიდევ ბევრი აქვს დასაწერი, მაგრამ გადაწყვიტა აქ გაჩერდეს. ის სრულდება თავად დოსტოევსკის ბოლო, პარადოქსული აზრით, რომელიც ვარაუდობს, რომ იატაკქვეშელი ადამიანის მსგავსი ადამიანები არა მხოლოდ შეიძლება იყვნენ ჩვენ საზოგადოებაში, არამედ აუცილებლად უნდა არსებობდნენ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მას აყალიბებს. იატაკქვეშეთის ჩანაწერები შემაწწუნებელი ფსიქოლოგიური პორტრეტია. ეს არის დოსტოევსკის დიდი არგუმენტი ადამიანის ქცევის მოწესრიგებული, რაციონალური მოდელების წინააღმდეგ. ის გვიჩვენებს, რომ ადამიანები არ არიან ლოგიკურები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიჩინოთ სისასტიკე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავს დამცირებულად ვგრძნობთ და ხშირად ჩვენივე თავის ყველაზე დიდ მტერს ჩვენვე წარმოვადგენთ, რადგან საკუთარ ბედნიერების შანსებს სიამაყისა და შიშის გამო ვანადგურებთ. წიგნის გავლენა განუზომელია. იატაკქვეშელი ადამიანი თანამედროვე ანტიგმირის არქეტიპია. მისი ხმა ისმის ეგზისტენციალისტების ნაშრომებში, ხოლო მისმა ფსიქოლოგიურმა სირთულემ გზა გაუხსნა ფსიქოანალიზის მთელ სფეროს. დღესაც კი ის საოცრად აქტუალურია. იატაკქვეშელი ადამიანი არის სოციალური შფოთვის მკაფიო წარმომადგენელი. იმ ადამიანისა, რომელიც გონებაში საუბრებს რეპეტიციობს და ფანტაზიორობს მეტოქეებთან დაპირისპირებაზე, მაგრამ რეალობაში პარალიზებულია. ის არის იმ ადამიანის განსახიერება, რომელიც თავის წარმოდგენაში ქმნის აღმატებულ პერსონას. სინამდვილეში კი ჩუმის ასოწარკვეთით ცხოვრობს. ის არის გაუცხოებისა და პარალიზების მარადიული პორტრეტი, რომელმაც შეიძლება თანამედროვე გონება მოიცვას. გმადლობთ, რომ შემოგვიერთით ამ რთულ მოგზაურობაში, დოსტოევსკის იატაკქვეშეთში. ეს წიგნი გვიბიძგებს, ჩავიხედოთ ჩვენი გონების ყველაზე ბნელ კუთხეებში. რას ფიქრობთ იატაკქვეშელ ადამიანზე? მიგაჩნიათ ის საცოდავ, ბოროტ ანტიგმირად? ხომ არ გამოიყურება ის შემაშფოთებლად ნაცნობად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. და თუ მოგეწონათ ეს ანალიზი, გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი ლიტერატურული ნაწარმოებების ხშირად განხილვისთვის. მომავალ შეხვედრამდე.